გოგოშკას მეყავს ჩემი ორლამაზი გოგოშკა გასარეცხად. აბა როგორია ჩემი გოგო? დიდებულია. პოდიში მოუხადე ჯარც რო ეძახდი. და უკან აკოცე. მე უნდა ვაკოცო. ნახე რა ლამაზია, ნახე რა გოგოშკა. ეგენი როდის გავაკეთე? რა? ჯერიკა ექიმთან წავიდე მე და მე გავკეთდე და მე გავაკეთებ მანქანას. დავინახე. ეხლა ეს ხო თითქოს უკონტექსტოა, რომ არაფერი, მაგრამ მაინც ან გული მткиვა ხოლმე ეგეთ რაღაცებზე. ანუ იმას ვიძახი, რომ აი, როდის წავიდეთ ექიმთან კი არა, როდის გავაკეთეთ მანქანა, ანუ თითქოს ეს ყველაფერი უბრალოდ არ არსებობს. რა ლამაზია ჩემი გოგოშკა. ჩემი სიყვარული. მანქანაზე ვთქვი. სალამი ძირფასებო. ჩვენი დილა. მე უკვე დავლიე ერთი უნალე ქორწიანი ყავა. მეც მიყვარხ. და კიდე მინდა ყავა. ნახონტრამას. რა? რა გვიპრესდება? ჩდებოდა საწყალზე და ისე დაჭდა რომ გადაყირავდა. მე მიპრესდება. ვაი! ვაი! ვაიმე! დღეს ესე იგი მოდის აქ მაწონი რომ აქვს ხოლმე ის ქალი და მინდა რომ ავიღო მაწონი და მინდა რომ ავიღო ისა კექსი მინდა გავაკეთო და მინდა რომ ავიღო კიდე ისა ყველი მაგრამ თან ჩემებს ეს ყველი არ მოწონს მე ძალიან მომწონს ეს ყველი მაგრამ ამათ არ მოწონს ამათ ის ჭყინტი ყველები უყვარს პრინციპში ამასაც აქვს ხოლმე ჭყინტი ყველი უნდა ვკითხო აბა თუ ექნება მე ხმელი მიყვარს ხო და ამათ ხმელი არ უყვარს და ეთერისთან წავიდეთ ბაზარში შეიკამბობდა მეზარება ეთერისთან წასვლა, მაგრამ იქ მინდა წასვლა აუცილებლად ფრესკოში, იმიტომ რომ სულ გუნია შებოილი 16 ლარა და არ ვიცი როგორი გუნია, მაგრამ რა მინდა. მოდი აბა ის წავიკითხოთ. ყვანჩალა ან ტოპოტიპი. დავიკითხოთ. ტოპოტიპი და მეგობრები.
კარზე და მაწონიც და იქაც ჩემი გარეცხილი მანქანით. ეხლა ჩავალ და ყველს ამოვიტან. მოკლედ ჩამოთქაბილებო, მოდით ახლა მოვადვილოთ ყავა შაქრის გარეშე, იმიტომ რომ მისატანებელი რაც მაქვს. მე მგონი ისეთი ტკბილია, რომ შაქარი არ უნდა დამჭირდეს. არ ვიცი ზუსტად აბა ვნახოთ. აქ თუ არის იმდენი გადარჩენილი. ახალიც მოკმარება. ყველი არ ქონდათ ჩავედი და კი უნდა იყოს. ყველი არ ქონდათ სამწუხაროდ. ესე იგი მაინც მომიწევს ძალიან მეზარება ეხა იქ წასვლა. სამკურში ყველისთვის. 7 გრამი. და ეს მაინც ყორდა უმაწო შაქარი, მე რა ხო ვეღარ ნაუმატებ. მე უსაფრთხო ყავა არ მიყვარს. მაგრამ მე ძალიან ტკბილი სანია. ანუ განკალორიების გამო არაფერი არა ესეთი კოლე შაქარი. უბრალოდ ძალიან ტკბილს ეს არ შემიძლია ტკბილს მივაყოთ ტკბილი ხოხტებით. უბრალოდ ვატან ხოლმე უბრალოდ აი ეს შავი ძალიან მეტკბილება. აი ეს ვაფშე ხო? ძალიან მიყვარს ეს. და აი ხა ეს უფრო მეტკბილება ვიდრე სნიკერსში. მარც არის ეს უფრო ტკბილი ვიდრე სნიკერსში მომენტ არ ვიცი, მაგრამ მე რატომღაც ეგეთი ახსნა მაქვს. რო არის. კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებო დონაციისთვის, გენეტიკური ტესტისთვის, ვინც მირცხავთ ფულს. მიყვარხართ ძალიან დავწეროთ ხოლმე ფამილიის ხარ და რამდენი ფამილიის ხარ სახელს და თანხას იმიტომ შეგოგვარი სულ არ უნდა სარამენს გამოჩენა ასე სახელი ეხა ნინო მაგალითად რამდენს ქვია ხო და კიდეც იშვიათი სახელი იყოს ხა მაინც არა ჩვენთან ისეთი სახელები არ არის რომ ერთ ადამიანს ერთხელ თელ ქვეყანაში მარტო შესაბამისად ანუ დაცული რჩება პირადობა და ახლა ჩანს. ხო, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებო. რა შემიგროვდება, ერთად წავიდეთ, ერთად გავკეთოთ და ერთად ვიზეინოთ იმდენს კარგი შედეგი და თუ ცუდი იქნება, მაგასაც მე მოვუაროთ ყველაფერს ჩემს ცხოვრებას ვიშვათ და ყველაფერს გადავიღებ და კიდე ერთი ინსაიდი მომიტანა ამ რთულმა პერიოდმა, ამ შიშმა, რაღაცა ცუდის შიშმა, თქვენმა სიკეთე და ჩემმა გადაფასებამ კიდევ ერთი რაც ისეაც ვიცოდი, მაგრამ ასაკი გიხუნებს, ანუ როცა შენ გარშემო ძალიან ბედურება ხდება, ცუდი რაღაცები ხდება, კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცები მარტება და რაღაცა ასაკი ძალიან გიხუნებს, ხარ ჯერ ისეთი რა ასაკი მაქვს 15 წლის 15 სექტემბერში, მაგრამ მაინც გიხუნებს იმ რაღაცა ბავშვობის იმას სიხარულს და ბავშვურ აღქმას ცხოვრებისას და დღეს მინდა რომ მაგაზე ვისაუბროთ, როგორ ანუ აი ამ ცუდთან საბარაუდო შეჯახებამ როგორ დამაფიქრა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. უხუშენ მე ბოსნეული ვიყიდე ხალხო. იმდენ ბოსნეული ვიყიდე ხო? რავი. ხოდა დღეს რაღაცა გემრიას გავაკეთე. არ ვიცი რა ასე. მაგრამ ვიცი რომ ტელეფონზე ლაპარაკობს. ეგაა მე რაღაცა. არ დამისხე. არ გადვა. ეს არ დამისხე. ყავა იქ მქონდა კომენტარებს ხაპარს ავიკითხეთ. ხო და ტოპოტიპის კითხულობთ ხოლმე უყვარს თან. ამას წავიღებ და მოვა. ძალიან შემეშინდა ხმარის მოდა, იმიტომ რომ ეს ტელეფონი მედო ეს რო ჩავედი ქვემოთ ეს მოვიხსენი მიკროფონი, ტელეფონი კი არა. ხოლმე დავდე.
და მეგონა რომ გავიკეთე, მაგრამ აღარ გამიკეთებია. ადრე ერთხელ მას ვერ ჩავიტარე. არაფერი ეს მოხმარს ოცარილია საშინელია ეს ყავა. ეს ტკბილია. მერტო კაია. ოჯახში ხო იყო ეს? მეც დიდად ჩემით რა ვიცი წელიწადში ორჯერ თუ ვიყიდე ესეთ ვაფლებს, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით ვჭამ, როცა არის. და როცა არის და სხვები ჭამენ, მეც მინდება. და სიხარულია როცა იკლებ. თან ჭამ. მასაც გინდა. მერტო კაია. რა კარგია. კაი, არ დავამატე შეკარი. თორე შანსი არ მქონდა. ბავშვობაში ვაფლებს როგორ ჭამდი, იცით? ესე. ეხლა კიდე ორი იყო, თითო-თითოს. ვიფასებო, ვიწყებთ მარათონს სექტემბრიდან. წონაში კლების. სადაც გასწავლით სიამთრის საიდუმლოს. კვებას. მთელი ცხოვრება შენით როგორ დაარეგულირ, ხალხო? 200-500 ლარებს. იღებენ ადამიანები მაშინ რომ წერენ, დაგიწერენ რაღაცას. დიეტას. იმისთანაც, რომელზეც აი თითო რომ უთხრა რომ ეს თუ გაჩერდიო, ვერ გაჩერდება ადამიანი, ვინც წერს მაგას. კატასტროფას. 800 კალორიანს 120 და 140 კილო ადამიანს რო შენ 800 კალორიას დაუწერ, ეს ადამიანის გაწირვა არის. ანუ ხე შენ მიიღებ შედეგს, შენ გამოჭიმავ რო აი მე ესე დავაკლებინე შენ გვერდზე. მაგრამ როგორც კი ის ადამიანი წავა, მთელი ცხოვრება ხომ მაგ 800 კალორიაზე ვერ იჭდება. მოიმატებს 15-ს და იტყვის რომ აი ნახე ხა ამასთანაც კი ვიყავი, მასთან არაფერმა მიშველა. ადამიანს იმედს უკლავს ეს ყველაფერი. ეს არის კატასტროფა. და მე რაც გთავაზობთ, მე ჩემ თავზე არ გიბავთ, რომ ეხლა ერთი თვე და ყოველი შემდეგი თვეები რო უწერენ, ეგეც ფული იღირს. ერთი თვე ეს მიხადე, მეორე თვე მიხადე, მე არა ვიფასებო, არა, მე გასწავლი, შენ ერთხელ და ზამუდამოდ როგორ ისწავლო, რომ მუდამ შეიდგინო შენი კვება, ეს კვება მოარგო შენს ყოველდღიურობაზე, იქნება დღესასწაული, იქნება დაბადებისდღე, იქნება, რა ვიცი, ახალი წელი, სუფრა, ქორწილი, თუ რა, არსად არაფერი არ მოიკლო და დაიკლო მხოლოდ წონა, საკვები არ მოიკლო, მოიკლო მხოლოდ წონა, ყველაფერი ჭამ, როგორ გააკეთო ეს, რა არის საკვები სიხარულისთვის და რა კვებავს ორგანიზმს, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, უჯრედის ესენი როგორ მუშაობს, როგორ უნდა ვჭამოთ დღის განმავლობაში, როგორ უნდა შავსვათ ჩვენს კალორიაში, რომ შიერიც არ ვიყოთ, დანაყრებული ვიყოთ და ისეთ ჭამოთ, რაც გვიყვარს და კმაყოფილად და კარგად დავიკოთ. თუ მაგალითად მოხდა და დავარღვით, როგორ დავბრუნდეთ უკან, ერთ დღეში და ორ დღეში და არა ეს არ მივაყოლოთ 2 კვირა და 5 თვე მერე, ხო? და ანუ ფსიქოლოგია რაც ყველაზე მთავარია. ჩვენ წლები, ვისაც ჭარბი წონა აქვს, სწავლობდით, როგორ ვიყოთ მსუქანი. ეხლა ვისწავლით გამხდარი ადამიანის ფსიქოლოგიას. ანუ ესენი არიან ადამიანები, თქვენ გარშემო ყველას გეყოლებათ ეგეთი ადამიანი. ყველაფერს ოჭამს, მთელი ცხოვრება რო აბსოლუტურად ყველაფერს ჭამს და ეს ადამიანი არასოდეს რო არ ქონია ჭარბი წონა. აი იმ ჯადოქრად გასწავლი ყოფნას. ყველაფერს ოჭამს, ჭარბი წონა არასოდეს რო ქონია, დაიკლებ. რამდენსაც გინდა იმდეს დაიკლებ. და ანუ ბარიატრიის გარეშე. აი ბარიატრიკები რო იკლებენ იმ ხელა წონასაც დაიკლებ. უბრალოდ დრო უნდა. და აი დაგეხმარები ყველანაირად რომ ეს ისო. გინდა ჩემთან გააგზელე მერე. გინდა შენით როგორც გინდა. ანუ ერთ თვეში 21 დღეას ვიძახდი და ორივე რაც გავაკეთე ერთ თვიანი იყო. შესაბამისად იყოს ერთ თვიანი. მაინც არის და რაღა 21 დღიანი ერქოს, იყოს ერთ თვიანი.
იმიტომ ვფიქრობდი 21 დღიანს, რომ ადამიანი 21 დღე ჩემთან ერთად უაკეთებს, მე პრაქტიკა ექნება მეთქი, რომ თავისით გააკეთოს ის ერთი კვირა და შეხედავს მეთქი რა. აი თუ რამე ვერ გააკეთა რაღაცა, მე მკითხავს და რაღაცა, ხო, სანამ მე ახალ მარათონს დავიწყებ, მე კიდე მე დავისვენებ მეთქი, სანამ ახალ მარათონს დავიწყებ და რაღაცა, მაგრამ ნუ პრაქტიკაში ჯობია რომ იყოს ერთთვიანი და იყოს ერთთვიანი. ხო, ისეთი შედეგები აქვს ჩემ გოგოებს. ანუ ვინც მიყვა, ვინც გააკეთა, ვინც ყველაფერი გაიგო და გაითავისე. ისეთი შედეგები აქვს, რომ აი ამ ადამიანის ცხოვრება აღარასდროს აღარ იქნება ისეთი, როგორც იყო იქამდე. ეს არის საოცრება. და ღირს 200 ლარი. და არიან ადამიანები, ვისაც ეს ეძვირება. და არიან ადამიანები, ვინც ყიდულობს იმას, რაღაცა 50 გრამი შვრია და 100 გრამი მოხარშული ფილე და 100 გრამი მოხარშული ბროკოლი და ეს არის სადილი. კაი, მოკლედ, ვისაც გინდათ შემეხმიანეთ. არა, ყველი ამას. უნდა წავიდეთ, ოღონდ ჯერ დანებე, ეხლა მოვიდა დედას და არ შეიძლება. პატივიეთ იმის პირად სივრცეს. სონი პატივს არ გცემ. პირად სივრცეს. დედას სანამ მოვიდა, უნდა იცოდეს, რომ აქ დაცულია. პატივზე უნდა შეგერგოს. უნდა შეგერგო. თავში უნდა გიგოს. ბონიჩკა დედა. გაუფინე ჩემი კონსასმენი. ახლა წავიდეთ კომენტარები. და მე ვნახოთ რამდენი და ვინ ჩარეთ. არა უშავს, კარგადაა გარესხილი. არა, იმდენი ხანი არ გადმოდიოდი ის მინდოდა იმის ყიდვა. მაგნას ვლაპარაკებოდი გას. ის მინდოდა იქ დგას ის გას. ხო, ვიცი, მამეზარ მომჩასლა. აუე, გეზარი. ანუ ერთი ვიდეო გასაკეთებელი მაქვს. მეორეს ვიღებ. 2 წუთი უნდა. ანუ არ მისმენ? ერთი ვიდეო გასაკეთებელი მაქვს. მეორეს ვიღებ და გასაკეთებელი მაქვს. TikTok-საც მაქვს ვიდეოები გასაკეთებელი. ახლა შენთვის კი 2 წუთი უნდა, მაგრამ აბა მე მკითხე ჩემთვის რამხელა ის მეშლება ხელი? მე იქ ვარ კიდე წასვლელი. ნანა, ბედნიერი დღე თქვენ ლამაზებო. მადლობა ძვირფასო სიყვარული ევა. ხატია iPhone 15 და 16. არა და რეალურად მართლა რამდენი სჭირდება დახმარება გვერდში დგომა. რა სამწუხაროა ეგეთი აზროვნება. ეს არის, ნახე, შეიძლება ადამიანს გქონდეს iPhone 15 და iPhone 16, მაგრამ მე გიმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს დახმარება არ დასჭირდეს. შეიძლება ადამიანს რაღაცა ძვირფასი მანქანა და ძვირფასი სახლი გქონდეს და ის კი არა, ხალხს ბიზნესი აქვს და ეგ ბიზნესი რომ ვეღარ ქაჩავენ და გასაყიდი უხდებათ, ხალხი ფულს უგროვებს, რომ ბიზნესი არ ჩაეძიროს და გადარჩნენ, ხო და ეს ნორმალურია, ეს სიკეთეა, ეს ხელის გაწვდენა. კი, სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომელსაც ჩემზე მეტად უჭირთ. გინდა ეკონომიური თვალსაზრისით, გინდა ჯანმრთელობის მხრივ და ძალიან მწუხარ, რომ აი ასე ხდება ამ სამყაროში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიჯდეთ და არავის არ დავეხმაროთ და განვსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ვიღაცას ეხმარება. შენ სხვას დაეხმარე, სხვა მე დამეხმარება, მე კიდე სხვას დავეხმარები და ასე ყველას ეშველება. მაგრამ აი ასე ხო, განსჯით, ასე არავის არაფერი არ ეშველება. ესე მიდიხარ და სხვას ანუ რაღაცას უშავებ, ისე აკეთებ, რომ ადამიანს რაღაცა დაუშავ, ამას ქვია შური და ამას ქვია ბოროტება და შურით და ბოროტებით არაფერი არ გამოდის. ანუ შენ თუ მართლა გული შეგტკივა იმაზე, ვისაც ჩემზე მეტად ჭირდება გვერდში დგომა, დაუდექი გვერდში იმით, რის შეგიძლია. ანუ ჩემთან რასაჭიროა მოხვიდე და ჩამიფურთხო აქ, ხო? ანუ იმასთან მიდი, ვისაც ჩემზე მეტად ჭირდება და რითით შეგიძლია იმით დაეხმარე, ხო? გინდა კეთილი სიტყვა იყოს, აი ავის სიტყვის ნაცვლად ჩემთან რომ მოდიხარ და ავსამო, წადი და იმასთან კარგი თქვი. ელემენტარული, ხო? 1 ლარი ჩაურიცხე, ან გააკეთე რაც შეგიძლია. მე არასოდეს არ მithქვამს, მაგრამ აი ყოველთვის სანამ ფული მქონდა ხოლმე, ანუ ქეშად გარეთ რომ ხედავ ხოლმე ადამიანებს, ყოველთვის ვეხმარები ხოლმე. რამდენჯერ ჩამირიცხია? 10, 15
20 მეტი არა, იმიტომ რომ მეტი არ შემიძლია. ლარი, აი ვისაც კიბო აქვს, ვინც რაღაც ან იმაში ჭირდება გამოკვლევებში, ან იცით რამდენჯერ ჩამირცხეთ, არავისთვის არასოდეს არ მithkoms. და აი რო ეხმარებიან მაგალითად ადამიანებს, რომლებიც მიდიან და ყიდულობენ აიფონებს, აი აიფონისთვის რო აგროვებენ ადამიანები, ხო? ან სახლს რო ყიდულობენ და რაღაც მე მიხარია, ან მაგალითად ადამიანი დასასვენებლად რო მიდის, იმიტომ რომ ვიღაცამ ჩაურიცხა ფული, ხო? ან ჩვენს რაღაც სამკაული მე მიხარია, ეს ბედნიერებაა, ხო? ანუ შენთვის სამკაული მოიძებნა, ჩემთვის გენეტიკური ტესტისთვის მოიძებნება ვიღაცისთვის, ხო? ვიღაცისგან, კეთილი ადამიანისგან თანხა. იმისთვის საჭმელი მოიძებნება, იმისთვის თავშესაფარი, ანუ ასე შენდება სიკეთე. სიკეთე შენდება სიკეთით. ავი სიტყვით სიკეთე არ შენდება. ანუ ბოროტება ემატება ბოროტებას, შური ემატება შურს, ხვდები? და ანუ ამითი შენ კარგს არც მე არ მიკეთებ, არც იმ ადამიანს და არც შენ თავს, იმიტომ რომ შენ ის ხდები, რასაც ფიქრობ და რასაც ლაპარაკობ. და სიკეთეზე ილაპარაკე. მე არ ვარ შენი აზრით დასახმარებელი და ვინ შენი აზრით არის დასახმარებელი, იმას დაეხმარე. სხვა მე ვიცი ის, რომ ანუ შეიძლება ადამიანს მინახავს ეგეთი ადამიანი, ყველაფერი აქვს მატერიალი და იცი როგორ დახმარება ჭირდება სულიერად, იცი როგორ ჭირდება. და შენაირი რო შეხედავ სიტყვის, რომ ამას არაფერი აკლია. მე რო ბავშვი ვიყავი და ყველაფერი მატერიალი მქონდა, ამას არაფერი არ აკლია. ჩემზე ამბობდნენ ისინი, ვისაც დედა და მამა ყავდათ და ეგონათ რომ მე რო სნიკერსი მქონდა და ძონზი, რომელიც ლამაზი იყო, კი ლამაზ ძონზი მეც, ეს იყო ყველაფერი. და მე არასდროს მიფიქრია მათზე და არ მithkoms, რომ იმას ყველაფერი აქვს, იმიტომ რომ მართლა ყველაფერია ბავშვობაში დედა და მამა, ეგ არის ყველაფერი. მაგრამ მე არასდროს მithkoms ეგ. ანუ სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება ადამიანებს დაგჭირდეს დახმარება. ეს არ არის სამარცხვინო, ეს არ არის ცუდი, ეს არ არის დასაცინი, ეს არ არის განსაკითხი. ანუ სამყარო სავსეა შესაძლებლობებით, სამყარო სავსეა კარგი ადამიანებით. დღეს რომ მე დამეხმარება სხვა, ხვალ მე დავეხმარები სხვას და ეს უწყვეტი ჯაჭვია სიკეთის. და ეს საოცრება, სამყარო სავსეა სიუხვით, ჩემთვისაც არის იქ, შენთვისაც, ჩემზე მეტი ვისაც აქ იმისთვისაც არის, რომ იმასაც დავეხმარო და ჩემზე ბევრად ცუდად რო არის, იმისთვისაც არის, რომ იმას დააც დავეხმაროთ. ანუ ასე უნდა ვიფიქროთ. დავიღალე აი ამ ბოროტების გამოვლინებით, აი მართლა გეფიცებით, რომ დავიღალე. მე ხა ამ ადამიანს დავბლოკავ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემთან იყოს ეს ადამიანი. ანუ იქ იყოს, სადაც მისი ადგილია, არ მინდა რომ ჩემთან იყოს. მე არავის არ ვავალდებულებ, მე არავის არ ვთხოვ. ეს არის ნებაყოფლობითი, ანუ მოთხოვნით არ ვთხოვ, აი ამას ვამ. ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის რომ გავარკვიო 40 წლამდე კიბო დამემართება თუ არა ამისთვის რაღაც გავაკეთო რომ ჩემ სამშვილთან ერთად ვიცხოვრო და არ მოვკვდე შენთვის ეს არაფერია ჩემთვის ეს ყველაფერია მით უმეტეს როცა ვიცი რა არის ბავშვები რომ დედის გარეშე რჩებიან ხო და მე ამისთვის რაღაც მინდა გავაკეთო არიან აქ ადამიანები ვისი მე სახელი და გვარიც არ ვიცოდი ვინც მე სახეზე არ მინახე და ის ადამიანები მზად არიან რომ მე დამეხმარო 1 ლარი იქნება 10 ლარი იქნება 50 თუ რამდენიც შეუძლია აი არიან ადამიანები რომლებსაც რამდენიც შეუძლია მზად არის 100 ლარის ჩამირიცხა ერთმა ადამიანმა ხო ანუ ეგ ყველაზე დიდი თანხა რაც ჩამირიცხეს ეხლა 100 ლარი ხო 50-ების ჩამირიცხეს 10 15 5 7 6 1 ანუ და მზად არიან ეს ადამიანები რომ აი ამისთვის, ჩემთვის ეს არის სიკეთე და ეს არის ღმერთის ამას რომ განში ღმერთს განსჯი, უნდა გეშინოდეს, უნდა გახსნა საზღვრები, რომლებიც აქ არის. არ გვინდა შური, ზიზღი და ბოროტება, ვიცხოვროთ სიკეთით. ძალიან ხანმოკლეა ეს სიცოცხლე და არავინ არ ვიცით, ხვალ ვინ ვიქნებით და ვინ არა. ანუ როგორ უნდა დახარჯო შენი სიცოცხლის დრო, აი ამის დასაწერად სადღაც. და ამაზე საფიქრელა. წადი და დაეხმარე ვიღაცას, რითიც შეგიძლია. ვიღაცა იმით მეხმარება, რომ ყველა ვიდეოს ქვეშ მიკომენტარებს, დახმარება. ვიღაცა იმით მეხმარება, რომ ბოლომდე ჩემს ვიდეოს უყურებს, დახმარება. ვიღაცა იმით მეხმარება, რომ გამომიწერს, დამილაიკებს, დამიკომენტარებს და ვიდეოსაც უყურებს. უზომოდ მადლი, ყველა სიმადლიერი ვარ.
მაგრამ ესეც ჭირდება ადამიანი ვარ, ხო? ადამიანს ჭირდება მატერიალური, გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი, ხო? და ახლა ამ წუთას მე ვერ საიდან ვერ მოვიდა ამ ფულს, რომ ხვალ წავიდე და გენეტიკური ტესტი გავიკეთო. მაგრამ მე შემიძლია რომ თქვენი დახმარებით ხვალ წავიდე და გავიკეთო. მე შემიძლია რომ ხალხი რომ ახლა თურქეთში საშინელ მკურნალობას გადის, ეგ თუ მელოდება ავიცილო და შენ შეგიძლია რომ ამაში მონაწილეობა მიიღო. და მეუბნები რომ ანუ სხვებსაც ეუბნები, ვისაც უნდა რომ მონაწილეობა მიიღოს, რომ მე კარგად ვიყო, სხვებსაც ეუბნები, რომ ეს არ გააკეთონ. აი ეს ხო ბოროტებაა. როგორ ცხოვრობთ ეს ბოროტი ხალხი? არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ლამაზად ლაპარაკობ და მალავ შენ ბოღმას და შხამს თუ ანთხევ, რა მნიშვნელობა? აი როგორ ცხოვრობთ? მართლა არ ვიცი და მადლობა ღმერთს რომ არ ვიცი და არც მინდა რომ ვიცოდე. ხო, ანუ იმაზე მინდოდა მელაპარაკა გამახსენდა რომ ანუ მე ვიყავი ადამიანი. ნახეთ როგორი რაღაც არის. მე შემიძლია ძალიან დიდი სიხარული. ანუ იმისი რომ გათენდა. იმისი რომ ვარ. იმისი რომ ეს ლამაზია ეს აი ხა ჩემი ფანჯრიდან ხედი მაგალითად ხეები და ზეცა და სახლის სახურავები რომ მოსჩანს. იმისი რომ ჩემი შვილები ჩემს გვერდით არიან ცოცხლები და ჯანმრთელები ღმერთო მუდამ ასე იყოს. ჩემი საყვარელი ადამიანები, ანუ ყველანი კარგად არიან, ეხლა არაფერი ასტკივად და კარგად არიან, ხო? ანუ მე შემიძლია ამით ბედნიერი ვიყო და მე ვიყავი ამით ბედნიერი. და ეს ბოლო წლები დამემართა ეგეთი რაღაცა, რომ ეხლა მაგალითად ეხლა ზუგდიდში 4 ბავშვი დაიწვა. 22 წლისები. ანუ არაფრისთვის, შემეშლება ხოლმე ნერვები ამაზე, სიჩქარისთვის რო კვდებიან და სხვებსაც რო გაიყოლებენ ხოლმე. არაფრისთვის 4 ბავშვი, 4 სიცოცხლე გაქრა და აი ეგეთი რაღაცები რო ხდება, იმდენად მაუბედურებდა, რომ დავკარგე ცხოვრების ხალისი. იცი თქვენ ჩემმა მაყურებლებმა მქონდა საშინელი დეპრესია, როცა მივატოვე ჩემი კალორიების თვლა, ჩემი შედეგი დავკარგე, რაც და ანუ 54-მდე ვიყავი ჩასული და 58 და 900-მდეც ვიყავი ასული, პიკი როცა მქონდა, ანუ ოქტომბრიდან, წინა ოქტომბრიდან მაისამდე. ანუ ემოციურად ჭამდი, იმიტომ რომ საერთოდ სიცოცხლე არ მინდოდა და რაღაცას რო გადავერჩინე. და ანუ აი რომ ხედავდი რომ აი აქ ომებია, ამდენი მილიონი ადამიანი ყოველდღე კვდება, ყოველ კვირა კვდება. ამას ბოლო არ უჩანს, სოციალურ ქსელში შეხვალ და ადამიანები ერთმანეთს ჭამთ. შვილების დედას, რომელიც მარტოს დიშვილებს სიკვდილს უსურვებთ, ქალს, რომელიც ცდილობს რომ რაღაცა თავისი აიწყოს, ბრბოთ ცდილობს რომ ჩაქოლოს. ბავშვები იხოცებიან აბსოლუტურად არაფრისთვის. ეხლა კიდე გოგომ რომ მოკლა ქმარი. დევს იმ ბიჭის ისეთი ალალი, ისეთი კეთილი თვალები. და ანუ აი მიკვირს გეფიცები, რომ მე მესმის რომ შეიძლება თავდაცვის შემთხვევაში მოკლა ადამიანი. მაგაზე არაფერს არ ვამბობ. და ამ კონკრეტულშიც არ ვიცი რა მოხდა და არ ვიტყვი. ზოგადად ვიძახი, როცა ქმრები ხოცავენ ცოლებს ან ყოფილ ცოლებს, როცა ქალები კლავენ თავის ქმრებს, აი კესარია რომ მოკლეს თუნდაც, ხო? ანუ ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდი, რო აიღებს და დანას გაგიყრეს, ვფიქრობდი ღმერთო, ნეტა რას გრძნობდა და მე ვგრძნობ, რას გრძნობდა ის ადამიანი, რომ მიხვდა რომ კვდებოდა და რომ მიხვდა რომ იმან მოკლა, ვისი იმედიც ჰქონდა რომ გადაეფარებოდა. ანუ ეს ყველა საშინელება. და როცა მთელ აი ამ და იმასაც ხვდები რომ აი ეხლა მე რომ მიწერით რომ შენ კაი გოგო ხარ და ცუდი არაფერი არ და დედაჩემი ისეთი კაი გოგო იყო. ისეთი კაი გოგო იყო. ეხლა მე შემხვდა 35 წლის გოგო რომელიც კვდება და ტიროდა, ისაშინლად ტიროდა, სიცოცხლე მინდაო და 3 წლინახევრით ბავშვი რჩება და ეს 3 წლინახევრის ბავშვი მე რო ვიყავი იმხელა და ეს გოგოც დედაჩემი რო იყო თითქმის იმხელა და ამ ძალიან სენსიტიურია ჩემთვის ეგ რა და ანუ ვუყურებ მაგას და მახსენდება რომ მეუბნებიან რომ დედაჩემი ისე მოკვდა რომ ერთხელაც არ უტირია. მარტო ერთხელ იტირა, როცა მე სახლში არ ვიყავი და ის კი
ხმამალა ტიროდა ერთხელო, რო 9 კორპუსს ესმოდა ისეო. ჩემშუს რა ეშველება, ანუ მე რო ახალგაზრდა ვკვდებიო კი და ჩემშუს რა ეშველება ვიცოდა რა ძნელი იქნებოდა ჩემთვის. ერთხელ იტიროდა და ჩემო მარტო, რომელმაც თავისი განაჩენი იცოდა. და ძალიან კარგი ადამიანი იყო. და დაემართა. და კარგ ადამიანებს ცუდი ამბები ემართებათ. მისი ბრალი იყო, რომ არ მივიდა, რომ არ მიაქცია ყურადღება. კი, მის ეგეთ ხო ემართებათ კარგ ადამიანებს ცუდი ამბები ემართებათ. და ისინი, ვინც სხვების სისხლზე შექმნეს მთელი თავისი იმპერიები, ესენი კარგად არიან. და ეს ხალხიც, რომელიც მე გამლანძღავს, იმიტომ რომ 2 iPhone მაქვს და დახმარებას ვითხოვი, იმიტომ რომ ხა რა რომ მქონდეს, რომ წავიდე და გენეტიკური ტესტი გავიკეთო. აქ ვითხოვდი? აი რომ მქონდეს, დღესვე არ გავიკეთებდი? და მე გამსჯის ადამიანი, მაშინ არიან ადამიანები, რომლებიც ანუ სხვების სისხლზე და სხვების წართმეულზე დგანან. და იმასეთებს ტრაკებს ულოკავენ. და ძალიან ძნელია ჩემთვის, რომ ეს ყველაფერი ვიგრძნო, ეს ყველაფერი დავინახო და ისე მიხაროდეს სიცოცხლე. არა, მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს და ძალიან უხარია ხოლმე სიცოცხლე და ანუ ძალიან დიდი კრიზისი მქონდა, აი უზარმაზარი კრიზისი მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი. მე გავიგე რომ ADHD მაქვს, მე გავიგე რომ ჩემი ტვინი ისედაც წარმოიდგინე, ისედაც არ გამოიმუშავებ ისეთ ჰორმონებს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანს, ანუ ჩვეულებრივი ადამიანს ნეიროტიპიურ ტვინს, რაც აქვს ჩვეულებრივად ჰორმონები, ბედნიერების ჰორმონები, ჩემ ტვინს მაგას არ გამოიმუშავებს. დავიწყე პრეპარატის დალევა და გამისწორა ეგ, ანუ ეხლა მაგ ისე, როგორც მაგალითად შენ, ვინც ამას უყურებ და ვისაც ADHD არ გაქვს. პლუს ამას ემატებოდა ეს უდიდესი თანაგრძნობის და ემპათიის უნარი, უდიდესი სიღრმე, რომელიც ჩემი ჯილდოც არის და ძალიან რთული სატარებელიც არის, ჯვარიც და ანუ დავკარგე სიხარულის უნარი. აი ჩემი დღე რო გათენდა, შვილს რო ზღაპარს ვუკითხავ, გემრიელ საჭმელს რო ვჭამ, ჩემი საყვარელი საქმე რო მაქვს, ანუ თქვენ რომ მყავხართ, ამის სიხარულის უნარი დავკარგე, ხალხო, არაფერი აღარ მინდოდა, არაფერი. და ეხლა როცა აი ამას შევეჯახე, ისევ მოვიდა ეგ. ოღონდ ახლა ის ყველაფერი, რაზეც ჩამოვთვალე და რაც ისევ მტკივა, როგორც მტკიოდა, მაგ ყველაფერს ვგრძნობ სულით ხორცამდე ისევ. და თან მიხარია, რომ აი დღეს ჩემ შვილთან ზღაპარი წავიკითხე. მიხარია, რომ ხა თქვენთვის vlogs ვიღებ. მიხარია, რომ გემრიელად ვჭამე. მიხარია ჩემი დღე, მიხარია, ყველაფერი მიხარია. კარგად რო ვარ, თუნდაც თმა რომ აქ ჩემი ლამაზი სქელი თმა. როცა გოგოებს თმები აღარ აქვს მკურნალობის დროს. და ასე შემდეგ, ანუ აი ამ ცუდმა ამბავმა დამიბრუნა რაღაცა ძალიან კარგი, რაც დავკარგე. და ეს ისეთი ძვირფასია. მადლობა სამყაროს. ლელა, სულ ასეთი ლამაზი ციმციმა სიცოცხლე ცავს, ეს სუფთა საყვარელი ბედნიერი გოგოს მინდა გიყურებდე ჩემო ლამაზ, რომ გვაბედნიერო შენი ყურებით, შენი ვლოგებით, რომელსაც რამდენი წელია უყურებ და მიყვარს, ჩვენთვის უნდა იყოს ნი კარგად, რომ კიდევ არაერთი შენი ცხოვრების დეტალები ჩვენს გაგვიზია, რომ მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ ჩემო ძვირფასო. ციცი, ჩემო საყვარელო, მუდამ ბრწყინავდე და ხარავდე, ჯანმრთელი და ბედნიერი, ჩემო თბილო და საოცარო გოგო, უფლის წყალობა არ მოკლებოდეს, მიყვარხარ ჩემო სასწავლო და ულამაზესო, ძალიან დიდი მადლობა, როგორ მიყვარხართ ესეთი კარგი ადამიანები, ჩემო ძვირფასო. ლელო, ნინგ ვიყვარხარ და გვინდა ჯანმრთელი და ბედნიერი იყო, ჩვენ გვჭირდები შენ, უფალი გფარავდეთ, მადლობა ჩემო საყვარელო. ხათუნა ბედნიერი გამყოფოს უფალმა ნი, დიდი მადლობა ძვირფასო.
ლელონი მიყვარხარ მეც ძალიან მარია მე შეგიძლია რომელიმე ვიდეოში უკონტროლო ჭამის საშუალებაზე ვისაუბროთ ამას ცალკე ვიდეოში ჩავწერ კარგი რომ ადამიანს შეძლოს პირდაპირ შევიდეს და იმ ვიდეოს უყუროს ხათუნა გაიხარე ნინი მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის გიცანი და გიყურებ როცა ამის საშუალება მაქვს ძალიან მიხარია ძვირფასო კანინი შეიძლება ვერაფერში დაგეხმარო, მაგრამ ვილოცებ და მჯერა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მით უმეტეს ჩემსაც, რადგან ვიცი ეს რასაც ნიშნავს, რადგან მესგზა გავიარე, ვილოცებ ნინი მთელი გულით და მჯერა ყველაფერი კარგად იქნება. უღრმესი მადლობა ძვირფასო, ეს უკვე ყველაფერია, ვერაფერი კი, ანუ წარმოიდგინე, როცა არის ადამიანი, რომელიც სუფთად მზად არის, რომ ღმერთთან მივიდეს და შენი კარგად ყოფნას თხოვოს, ეს ყველაფერია. ეს შეუფასებელია. მადლობა ძვირფასო. აი, ზემოთ რო დაწერა, ისეთებიც არსებობენ და შენნაირებიც არსებობენ და მე შენნაირები მინდა რომ გვერდზე მყავდეს და მეც ასეთი მინდა რომ ვიყო. მადლობა. ნინი, როგორ ფიქრობდი შუა დილის ლოგის დროს ხომ არ დაერიცხება, ხელს ხომ არ შეუშლის თქო, პირიქით ძალიან გამახარა, რომ ვლოგს რო ვიღებდი, მაშინ რომ დამერიცხა, აი ძალიან გამახარა. მადლობა საყვარელო. ნატო თითქოს და ჯანმრთელად ყოველდღე შენ ცხოვრების გზაზე შენ თბილი დედიკო, ყოველთვის და ბევრჯერ გაეხარებინოს შენ თავი პრინცესა ევა, დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო და ძვირფასო ნატო. ნანა ბენიაი ჯანმრთელი გამყოფოს უფალმა ნინი. მადლობა ნანა ძვირფასო. ნინიკო, გასაგებია ნინი, გალიაში ყოფნას ვერც მე ავიტან და ვერც იმას, რომ ჩემი ოცნებები და სურვილები არ აინტერესებდეს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. მეც ჩემო საყვარელო ბედნიერი იყავი მუდამ. ნინი ძალიან ბედნიერი და ჯანმრთელი უნდა გვყავდა ჩემო ლამაზო გოგო, ჩემო საყვარელო ნინი გისურვებ. ყველაფერს ძალიან კარგს. შენს ცხოვრებაში, რომელსაც ეხლა იწყებ. ნი საოცარ ფორმაში ხარ, როგორ გიხდება იუბკა, ვაიმე ისეთი ცუდია ეგ კაბა ჩასაცმელად, ეგ რომ მენახა კი არ ვიყიდი. შიგნით შორტი აქვს მიკერილი, გარედან კაბა ნაჭერი სქელია და მთელი ქვედა ნაწილი ოფლიანი მაქვს ხოლმე და აი რა თუნდა და ჯვალოსავით არის, თან ორმაგი რაღაცნაირი. რა თმინდა ეგ? თან არა, ისეთი მოკლე ხა შიგნით შორტი რო კი, ძალიან მოკლები რომლებიც არის, იმას ჭირდება, მაგრამ ეს არაა ეგეთი მოკლე. როს ბედნიერ დღეს გისურვებ ნინი ვიდეოს ხარისხი რატომღაც დაბალი 2.80 მიშოს აუ 2.40 ეგ რო ვნახე ვიდეო თავი ჯერ დავათვალე რა ვიცი ვიდეო მშვენიერი იყო რომ ავტვირთე რა დაემართა არ ვიცი მე მართლა ეგრე იყო მე ავდექი და თავიდან გავაკეთე ეგ ვიდეო თავიდან ავტვირთე და თავი არ ავტვირთე ახალი მე ვნახე ეგ ძველი და მაგ ძველს უკვე გამოსწორებული ქონდა ხარისხი ეთყობა ინტერნეტი არ იყო კარგად და მაგიტო ანანინი ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულობ რაც შეეხება იკას მგონია რომ ძალიან ინერვიულობ და ამიტომ მოიქცა მასზე არა მგონია მე ეგ მადლობა თუმცა სხვა მიზეზი არის რომელიც არის ეთო ჩემო მეზობელმა ქალმა გიული რამდენი მაცინე ამაზე გიულიმ თავის ქალიშვილს ნინო დაარქვა. მეც მეყოს ეს კაცის სახელი რომ ქვიაო, არ ვიცოდი გიული თუ კაცის სახელი იყო. მე სწორედ ეგ უთხარი რომ ნინო კაცის სახელია და იტალიაში ცნობილი კომპოზიტორი მამაკაცი ნინო როტა გავახსენეო. საწყალი. არ გაგეხსენები რა მაინც. ციცი ევა საყვარი ხარ პატარა პრინცესა ლაბუბუ უნდა და რა ქნა რამდენი ხანია უნდა და იცი ესე იგი თან იქ რო დავდიოდით სულ იყურებოდა იქ. როგორ იყურებოდა, ანუ მიშტერებით კი არა, ესე რო გახედავდა და მაინტერესებდა რომ იცოდა რომ იქ ლაბუბუ იყო და არ ამბობდა თუ არ იცოდა და იმიტომ უთხარი აბა სად არის მეთქი იქ არისო, გარეთ არისო და ანუ მინდოდა რომ თვითონ მისულიყო და მივიდა. ნინიკაბები და იუბკები როგორ გიხდება? ციცი ხო არა და არ მიყვარს, არა და მართლა მიხდება. მაკა ნინიკაბა როგორ გიხდება? ევარას საყვარელი ხარ, მადლობა ძვირფასო. აი ეს მინდოდა წამეკითხა. ნინო, ნინი იკას უყვარხარ უცხო თვალით რომ გიყურებთ ასე ჩანს. ბევრმა ადამიანმა მითხრა სხვათა შორის ეგ. უბრალოდ ყოველდღიურობაში რომ აკრიტიკებ ხოლმე თავის აქციებზე იმ წუთას არ გპასუხობს, მაგრამ იგროვებს ზუსტად. და ბოლოს ეგეთ სახით გამოხატავს, როცა შენ ყველაზე მეტად გჭირდება ჩაიკეტება. მე შენნაირი ხასიათი მაქვს. ვერ ვეგუები ხოლმე ადამიანი ისე რომ არ იქცევა როგორც საჭიროა. გამოუხატავი ტიპის კაცები არც იმას იმჩნევენ ყოველდღიურობაში რამე წყირ თუ არა. რა თქმა უნდა, ჯობს ეგრევე თქვან, მაგრამ მაგასაც ვერ ახერხებენ. აი 100%-იანი ხარ. 1000%-იანი ხარ, ზუსტად ეგრეა.
მაგრამ რა არიცი, ანუ ისეთი რაღაცები არის ხოლმე ცხოვრებაში, აი მაგალითად ბავშვს, ევა არის უნაზესი ბავშვი, უსაცუთესი სულით და გულით, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება გოგო იყოს და ისეთი გოგო იყოს, რომ ანუ შენ უსაყვედურო გაუბრაზდე რაღაცა და სჭირდებოდეს კიდეც. ანუ ისე არ ვიძახი, რომ დააბულინგო, მაგრამ ანუ მიუთითო და ანუ ამას არ ჭირდება. ამას ერთხელ რომ ეტყვი ძალიან ნაზად და ტკბილად ესმის ბავშვს და აკეთებს. ანუ რა თუნდა ამას ყვირილი? ანუ რა თუნდა ამას ყვირილი და აი რა თუნდა და ჭკუიდან გადავდივარ ადამიანს ეს ვერ ვასწავლე რომ არ დაუყვიროს ბავშვს ხო ან ესეთი რაღაცები მაგალითად დღეს დილას რო იყო რომ ისა მანქანაში გავაკეთე როცა ჯერ მე ექიმთან ვარ წასული ხო ანუ ძალიან წინს მე ეგეთი რაღაცები ეხლა რომ დავდგე და ეს აუხსნა ადამიანს ყოველ ჯერზე ეგეთ რაღაცებს როგორ ახსნი ერთხელ აუხსნი კაი ორჯერ აუხსნი ყოველ ჯერზე ყოველ დღე ამის ახსნაში ხო არ იქნებია რა და მე ეს მე გულს მიციებს მაუხეშებს და მე ცუდი ენა მაქვს მართალია ეგ ცუდი ენა მაქვს და ცუდად ვიცი თქმა თან იმ მომენტში კი არა სხვა რაღაცაზე ვეტყვი ისე ცუდად რომ აი მაგალითად იმ დღეს მითხრა გუშინ დილას მითხრა რომ გამივიძე ამ ხელაზე ქონდა დაბჩენილი პირი ეხა კაცისგან ხო რა სასიამოვნო მოსასმელია ამ ხელაზე ქონდა დაბჩენილი პირი რომ გავიღვიძე კაცი რომ გეუბნება ქალს ხო თქვათ ეგრეც იყო და იყო ხო ეხა ხო არ მოიგონებოდა აი რა თმინდა რა შემოინტერესებს ხა ეგ ამბავი მეთქინა გული ხო და ღამე გამეღვიძა ისეთ ხმაში და ისეთ ამბავში იყო და იმ ხელაზე ქონდა მიდაღებული ველოდე რომ გაიღვიძებდა თავის ხმას თვითონვე გააღვიძებ მაგრამ არ გააღვიძა მე შევა ჯანჯღარე გადაბრუნდი მეთქი ეგეც არ ახსოვდა დღეს დილას და დღეს ეს უთხარი მეთქი მე რას მეუბნები თქო ჩემზე რატომ საუბარი თქო აი იგრეო და სახლით მე ვეტყვი და უარესად ვეტყვი მაგრამ აი იმიტომ რომ დამრჩა გულში მეთკინა და მეწყინა და რა იმას ეგრე უგროვდება და ასე მაგრამ რაღაცა რაც უნდა იყოს არ არის და ეგ იმის ბრალია აი ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ზუსტად ვიცოდი ბავშვობაში ურთულეს ბავშვობაში რომ უნდა გადავსჩენილიყავი თავის მოკლა რომ მინდოდა თავი არ უნდა მომეკლა უნდა მეცოცხლა იმიტომ რომ ჩემი შვილები რომელიც ყოლოდა უნდა მოყოლოდა და აუცილებლად უნდა შევხვედროდი იმ ადამიანს რომელსაც უნდა შევხვედროდი იმიტომ რომ რომელსაც აი ვერ დავტოვებდი ამ ქვეყნად ისე რომ მე თავი მომეკლა ეგრე ვფიქრობდი და ეგ ადამიანი არ არსებობს ან მე ვერ შემხვდა და ერთადერთი რაც მე ცხოვრებაში მინდოდა ეგ იყო და ისე მტკივა ხოლმე გული მაგაზე რომ აი მაგრამ არ გავტყდები არ დავკარგავ იმასაც ჩემია იმიტომ რომ თუ სადმე არსებობს ის ადამიანი რომელიც მე უნდა შემხვედროდა და არ შემხვდა მე ძალიან გამიხარდება თუ არ გატყდება იმის გამო რომ მე არ შემხვდა და ძალიან მეწყინება პირიქით თუ გატყდება ესე ირინა ნინი ყველაფერი ისე ქონდეს როგორც შენ მოისწრო ულამაზესი ხარ მადლობა всё, დავიკითხე ყველაფერი. მიყვარხარ ძალიან კოცი. აი, მე კიდე რამ დამავიწყდა ეს. აქ მაქვს ისა. SMS-ები აქ მომდის ხომ, მე ვნახოთ. გუშინდელი. აჰა, ესე იგი, აბა ვიპოვოთ გუში რომ გადავრიცხე. აჰა, გენეტიკური ტესტი, აი გუშინ გადავრიცხე. ხო, იმის მერე ნინამ რო ჩარიცხავ თქვი და ეგ არ გადამიტანია, იმიტომ რომ ველოდებოდი. ესე იგი, 10 ლარი, დიდი მადლობა ნინა, ნინამ ჩამირიცხა 10 ლარი. მერე ნინომ ჩამირიცხა 7 ლარი, ძალიან დიდი მადლობა ნინო. მერე ვოლტზე რაღაცა შევუკვეთე, მერე ანამ ჩამირიცხა 5 ლარი. მერე ქრისტინემ ჩამირიცხა 10 ლარი. მერე სალომემ ჩამირიცხა 5 ლარი. ხათუნამ ჩამირიცხა 15 ლარი. всё. აჰა. 52 ლარი. 52 ლარს გადავიტან ეხლა ჩვენს ანგარიშზე, ჩვენს გენეტიკური ტესტის ანგარიშზე.
ციცოცხლე. ორას 60 მქონდა და ეხა გადამაქვს 52. Hey, ჩაირიცხა 52 ლარი. 312 ლარი მაქვს გენეტიკური ტესტის ანგარიშზე. და ეხა ვნახოთ TBC-ზე. TBC-ზე უნდა გავაკეთოთ ცალკე. მოიცა. TBC-ზე არ გამიკეთებია ცალკე და ეს ისა საქართველოში ვარ. TBC. TBC-ზე ესე იგი გუშინ ჩამირიცხა ეთომ, ჩემო საყვარელო ეთო, ძალიან მიყვარხარ, უზომოდ მიყვარხარ, დიდი მადლობა, 50 ლარი, ძალიან დიდი მადლობა და თამარმა ჩამირიცხა 10 ლარი, ანუ 60 ლარი ჩამირიცხა გუშინ TBC-ზე. უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო, ჩემო კარგებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველას. 1 ლარიდან დაწყებული 50, 100, 7, 6, 5, 10, 15, ვინც ჩამირიცხეთ, 20, რამდენი ჩამირიცხეთ, არ აქვს მნიშვნელობა. ყველას უღრმესი მადლობა, ძალიან მიყვარხართ. ეს არის ჩემთვის უდიდესი უპირობო სიყვარული და ეს არის ჩემთვის აი უდიდესი სიკეთე. კიდევ ვიტყვი, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ დამეხმაროთ, გავიკეთო გენეტიკური ტესტი და გავიკეთო რაც შეიძლება მალე, ჩამირიცხეთ თანხა. რამდენიც შეგიძლიათ, ისე რომ თქვენ არ მოგაკლდეთ და თქვენ არ მინდა რომ ყოველდღიურობაში მოგაკლდეთ, ან გულზე ისე გეთანაღრებოდეთ, აი რამდენიც არის თქვენთვის, რამდენიც აი ისე გემეტებათ, რომ გულზე ხინჯი არ გქონდეთ. აი იმდენი ჩამირიცხეთ, ძალიან გამიხარდება. მეც ძალიან მიყვარხართ და იმიტომ რომ მინდა რომ რაც შეიძლება მალე გავიკეთო. რა თქმა უნდა, მეც დავამატებ. ჩემო სიცოცხლე. მიყვარხართ ძალიან უზომოდ. გისურვებთ კარგ დღეს, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. იქნება ჩემი დაბადების დღისთვის ისე მომილოცოთ დაბადების დღე, რომ 30,000-ზე ავიდეთ. 29 და 500 კაცი მაკლია 30,000-მდე. იქნებ დამემატოთ 500 კაცი, იქამ დღეს რა რიცხვია 24-ია. ცოტა ადრე დარჩენილი. ვინც მიყურებთ გამოწერის გარშე, გამომიწერეთ რა ძალიან გამიხარდება. მიყვარხართ ძალიან, გამოიწერეთ არხი, უყურეთ ვიდეოს, თუ ბოლომდე უყურებთ სასწაულია, თუ გადახვევების გარშე უყურებთ სასწაულია, დალაიქეთ, დამიკომენტარეთ, თუნდაც გულები იყოს უბრალოდ, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარხართ, კოცნით და კარგ დღეს გისურვებთ ყველას. და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩამირიცხეთ თანხა, ან ჩამირიცხავთ. უზომოდ მადლობა.